მე მაგალითად 2008 წლამდე თავს ვთვლიდი პაციფისტად რა. ანუ ამბობდი რომ არანაირი ჯარი არ მაინტერესებს, ყველა კონტექსტში ცუდია რა. 2008-ში რუსეთი რო დაგვესხა და მე რომ მომინდა წასვლა, აღმოვაჩინე რომ რეზერვი არ მაქვს გავლილი და არავის არ მივყავ, ანუ პირდაპირ მითხრეს რომ შენ ხარ სირი რა, წადი და თუ მე ძალიან თუ გაგვიჭირდა ბოლოში სადღაც დაგიძახებთ რა. და თავი ვიგზავნე საშინლად რა, ანუ უცბად მივხვდი რომ ჩემ თავს, იმიტომ რომ რაღაცა იდეალური იდეა მევასებოდა, წავართვი იმის დაცვის შესაძლებლობა, რაც იმ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა დღესაც თუ მკითხავ, პაციფიზმი ძალიან მაგარი იდეაა ზოგადად. თითოეული კაცობრიობა რომ პაციფისტები ვიყოთ, კარგი იქნებოდა. მაგრამ მე გავიაზრე რომ ცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც თვითონ არ შეუძლია ომი წამოიწყოს. ანუ მე ბრიტანელი რო ვიყო, ამას შინაარსი ექნებოდა. რუსი რო ვიყო, შინაარსი ექნებოდა ჩემ პაციფისტს და ბრძოლას საკუთარ ხელისუფლებასთან, რომ ნაკლები ჯარი ყავდეს და ნაკლებად მილიტარისტული იყოს. ამერიკელისთვისაც, მაგრამ ქართველისთვის პაციფიზმი არის კრეტინიზმი, ანუ უბრალოდ მოროზმოცემულობა რა. ანუ შენ ამ მიწაზე ცხოვრობ, შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და მუდმივი საფრთხე გაქვს, რომ ომს დაგიწყებს, რავი, რუსეთი და მაინც პაციფისტი ხარ, უბრალოდ სულელი ხარ. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.